არაერთხელ მithქვამს, რომ თბილისში დიდხანს ვერ ეზოს ვჩერდები და ყოველთვის მჭირდება გასვლა. ამჯერად ძალიან მინდოდა თოვლში ყოფნა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარდა მეგონი ყველა სრიალებდა გუდაურში, მაინც წავედი. ბოლო დღეები ზოგადად ცოტა მიჭირდა სუნთქვა რატომღაც და ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო აქ წამოსვლა, ამიტომ რომ დავიმუხტე შემთხვევით და ბევრად უფრო კარგად გრძნობ თავს. ყველაზე მაგარი ამბავი არის ის, რომ ზუსტად მაშინ დაიწყო თოლა, როდესაც ჩვენ გადაწყვეტეთ ჩასვლა გუდაურში. ეხლა დაგათვალიერებინეთ ჩვენ სასტუმროს, ეს არის კვადრუმი, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი ხედები ყველა მხრიდან. ჩემი მიზანი იყო, რომ ცოტა მოშორებით ყოფილიყავი ზედმეტი ხმაურისგან, მართლა დამესვენა და მქონოდა ასეთი ხედები. მოგეხსენებათ, რომ გუდაურში ყველაფერი ძალიან ძვირია და ეს იყო შედარებით უფრო ბიუჯეტური არჩევანი. ესე ჩვენი ოთახი, რომელსაც ჰქონდა ტერასა და მე მგონი აქ ყველა ოთახს აქვს თავისი ტერასა, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ არაჩვეულებრივი ხედები. ძალიან გავბედნიერდი ამ ყველაფრით. გადავწყვეტეთ, რომ ცოტა დაგვესვენა და იქიდან გამომდინარე, რომ დიდად არ გვივლია არსად ამ დღის განმავლობაში, გადავწყვეტეთ, რომ სადმე წავსულიყავით საჭმელად. თან თოლში ბოდიელი ძალიან მინდოდა. ჰაერი იყო ნამდვილად არაჩვეულებრივი. ნუ მე რა თქმა უნდა ვფრთხილობდი, იმიტომ რომ მაინც თუმცა მოლაშქრე ხალი ვარ და ამიტომაც თოვლზე სიელს ნამდვილად კარგად ვუმკლავდები. მივირთვით ერთ-ერთ ობიექტში, რომელსაც ცეცხლის ფასები ეკიდა და მალევე გამობრუნდით, რომ რაღაცა უცნაური გზებით მატარა. გავუკვალავ თოვლში და სხვა შორის რა მინდოდა მეთქვა ამ სასტუმროზე, როგორც ხედავთ, ისე არის აშენებული, რომ ლანდშაფტს თითქოს არ შეხებიან და რეალურად არ შეხებიან. ანუ ხო შეძლოთ რაღაცა დამატებით ამოეთხარათ, უფრო დიდიც გამოსულიყო შენობა, მაგრამ ისე არ გაუკეთებია და მეგონი რომ ძალიან დასაფასებელი ამბავია. ეგრევე ჩავედით, რა თქმა უნდა, აუზში, რომ მიაშურა საუნას და მიხვდებით, რომ ჩემც არ არის დაშვებული. მე კი ძალიან კარგად ვიჭყუმპალავე წყალში, რომელიც თბილი იყო და სიცივიდან აქ რო შემოდიხარ, რაც განსაკუთრებულად კარგია. საღამოს უკვე ჩავერთეთ Netflix-ი და რას უყურებდით თუ არა სერიალს დედოფალზე. ესე ჩვენი მეორე დღე. ამჯერად არ თოვდა, მაგრამ აი ასე საოცრად იყო დადებული და თან მზეანათებდა. ჩავედით უცებ საუზმეზე და მალევე გავამზადეთ. თვითონ სასტუმროს აქვს ტრანსფერი მანქანებით გონდოლებამდე, მაგრამ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ჩვენი მანქანით წავსულიყავით, იმიტომ რომ არ ვიცოდი როდის მომიდიოდა წასვლა, ან დარჩენა და ასე შემდეგ. რორის ნაცნობი ცუგა შეხვდა და ძალიან ბევრი ითამაშეს. თავად გაემზადა, ჩავსხედით გონდოლებში და ავედით ზღვის დონიდან 2900 მეტრზე. რორი დაიშვა და მე უკვე გადავწყვეტე, რომ დამჯდარიყავი კაფეში, რომელსაც თუ სწორად მახსოვს კოპი ფას ასე ქვია და თან ძალიან მეცინებოდა, იმიტომ რომ ხალხი მიყურებდა გაუცებული ამბობს აქ რა უნდაო. რატომაც არ აუცილებელია მაინც და მაინც თხილამურებზე დადგე? ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე აქ ყოფნით. თან ძალიან საყვარელი და კომფორტული პერსონალი იყო. სხვათა შორის ეს ეგნი ჩემ ერთით მე გამომწარმე მიჩნდა და ძალიან მომეწონა. ამასობაში რორის შესვენება მოუწია, გავსინჯეთ ბლინები და შემდეგ გადამიღო ვიდეოები. ამასობაში ისევ გაბრუნდა თავად სასრიალოდ და გეგმა იყო, რომ მე უნდა დავხვედროდი ქვემოთ თრალ ალუბალში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საერთოდ სხვა საპაკიროზე დავჯექი. ვერ ხვდებოდი სად ვიყავი და სად მივდივი და ბოლოს აღმოჩნდა, რომ მოვხვდი კოპში. მომიწია ამობრუნება, სამაგიეროდ არაჩვეულებრივი ხედები ვნახე. უბრალოდ ვითარებას ის ართულებდა, რომ საბაგირო ეკეთებოდა 5 საათზე და ფაქტობრივად 5 საათი იყო უკვე. საბედნიეროდ ყველაფერს მიუსწარი, დამატებით კიდევ 2 საბაგირო გამოვიცვალე. და როგორც იქნა მოვხვდი მთვრალ ალუბალში, სადაც რორი მელოდებოდა. ძალიან გემრიელად ვიბახშმეთ და მინდა აღვნიშნო, რომ უსაყვარლესი პერსონალი ყავთ აქ და გარემო ძალიან მომეწონა მართლა. გზად გამოვიერთ მაღაზიაში, რორემ შეარჩია თავის საყვარელი ლუდები. გამობრუნდით, ცოტა ვიმუშავეთ, მე ფრანგული მქონდა და ჩავედით უკვე აუზზე. სულ რა ურსულობის დროს ჩემის უსაყვარლესი აქტივობა. ესეც მომდევნო დღეს აუზმე, მაქსიმალურად ვიცოდი დამდგარიყავი კიდევ ერთხელ ხედებით, ჩამესუნთქა ჰაერი, თითქოს არაფერი, მაგრამ ძალიან დავისვენე. ჩემზე ჰაერი და მთები საერთოდ სხვანაირად მოქმედებს. ცოტა ხანი ტერასაზეც დავჯექი, მივიღე D-ვიტამინიც. შემდეგ უკვე ჩავედი იოგას სივრცეში, სადაც ყველანაირი აღჭურვილობა დაგხვდებათ და გავაკეთე პილატესი, რომელიც ასევე ძალიან მეხმარება მოქნილობაში. ამასობაში უკვე ჩვენი წასვლის დროს დადგა, ამიტომაც ჩავედი ოთახში, გავემზადე და დავამშვიდობეთ სასტუმროს. გზად შევედი ჩემს საყვარელ ეკლესიაში, რომელიც ქვემო მლეთაშია და ასე დასრულდა ჩვენი პატარა მოგზაურობა.